მოგესალმებით ყველას. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით რა ბუმერანგი უბრუნდება იმ ადამიანს, ვინც არასამართლიანად მოგექცათ, ვინც ცუდი გაგიკეთათ. ეს შეიძლება იყოს როგორც ბოროტის აქციელი, ასევე შეიძლება იყოს კონკრეტულად ნებისმიერი სახის დაზიანება, ხო? ის რაც თქვენთვის სიტუაციურად დამაზიანებელი იყო, ეს იქნება საქმიანი კუთხით, ეს იქნება პირადი კუთხით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ არასამართლიანი ქმედების დროს რა ბუმერანგი დაუბრუნდება იმ ადამიანს, ვინც ზოგადად ცუდი გაგიკეთეთ. თუ კონკრეტულად ერთი ადამიანი არ აკავთ, ვიზეც გაინტერესებთ, შეგიძლიათ უბრალოდ ზოგადი კუთხითაც ჩაიფიქროთ სიტუაცია. მან შესადამე, რა ბუმერანგი დაუბრუნდება იმ ადამიანს, ვინც ცუდი გაგიკეთათ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, მათ ვინც ვერ მოასწრო არჩევა შეუძლია დააპაუზოს. დავიწყებ პირველი ვარიანტით. იმ ადამიანებმა, ვინც ცუდი გაგიკეთეს, რა ბუმერანგი დაუბრუნდება. შენს უკან პირდაპირ მნიშვნელობით დგას საკმაოდ ძლიერი ძალა, საკმაოდ ძლიერი მფარველობა გაქვს, შესაბამისად, ამ ადამიანს უკანვე დაუბრუნდება ის ყველაფერი ცუდი, რაც შენ გისურვა სიტუაციურად, ან ზოგადად, რაც შენთვის უნდა რა ყოფილიყო. უფრო კონკრეტულად თემა ჩავშალოთ და რა დაუბრუნდება არსებულ ადამიანს. წამზომი უკვე ჩართული არის პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, ის დროის დაკარგვის ფაქტორი, ის მონაკვეთი რა მომენტში თქვენ ცუდი გაგიკეთათ ან გაგამწერათ სიტუაციურად, ავტომატურად უკვე უბრუნდება მას, როგორც სიტუაციური გაჭედილობა. პირდაპირ მნიშვნელობით ქალბატონებისა და მამაკაცების შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს უშვილობის პოზიცია ან რაიმე სახის პრობლემების შექმნა კონკრეტულად ამ მიმართულებით, ხო? ანუ ქალური და მამაკაცური მიმართულებით გააჩნია, რომელიც ჩაიფიქრეთ. პირდაპირ დაარტყა მის, ასე ვთქვათ, ეროგენულ ადგილას პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? და პროცესები უკვე ჩართული არის. პირდაპირ მნიშვნელობით ამოდის ბუმერანგის პოზიცია, როდესაც ადამიანი ღებულობს იმას, რასაც იმსახურებს, ანუ არ დაეშავებინა, ყოფილიყო სამართლიანი და შესაბამისად არ მიიღებდა იმ სარჩეს, რომელსაც მიიღებს. და საბოლოო შედეგი ამ ყველაფრის რა იქნება? ის ეცდება გარკვეული სახის თავდაცვას, გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას, რომ თავი აირიდოს ამ ყველაფრისგან, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამარჯვებულის პოზიციაში აღმოჩნდები შენ და შენგანვე იქნება ეს სასჯელის მდგომარეობა. ანუ როგორც არ უნდა იცადოს თავის დაცვას არსებული ადამიანი, მაინც დაუბრუნდება იმას, რასაც იმსახურებს. აი თითქოს პირდაპირ სამყარო ჩაერთვება იმ პროცესში, რომ ის სასჯელი საჩუქრის სახით ბჭყალებში მიიღოს, რასაც იმსახურებს. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული სიტუაცია. დამწერეთ კომენტარებში, რამდენად გეცნოთ სიტუაცია, ანუ ინფორმირებული ხართ ამ თემასთან დაკავშირებით, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. ის ადამიანი, ვინც კონკრეტულად ცუდი გაგიკეთათ, რა სასჯელი ემუქრება. ძალიან ორაზროვანი კითხვა არის აქ, კითხვა და პასუხი არის ნაჩვენები, უფრო ზუსტად რო გავაკეთოთ. ოკეი, გავიკეთე, მაგრამ რაშიც მდგომარეობს. ერთი შეხედვით შეიძლება რაღაცა მონაკვეთი ჩანდეს, რომ ეს ადამიანი ბედნიერი არის, რომ ამ ადამიანს ყველაფერი ცხოვრებისეულად დალაგებული აქვს, მაგრამ რეალურად შინაგანად აქვს სულიერი ტანჯვის მდგომარეობა, შინაგანად იტანჯება როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი, ხო, მას აღარ გვრის არაფერი სიამოვნებას, ეს იქნება ფიზიკური კონტაქტის მდგომარეობა, ეს იქნება რაიმე სახის საჩუქარი, ანუ მისთვის ყველაფერი უკვე გაუფასურებულ მდგომარეობაში არის. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ სულიერად ეს ადამიანი საკმაოდ ასე ვთქვათ, ტანჯულ მდგომარეობაში იქნება და არის გარკვეული კუთხით. ხო, კიდევ რა ბუმერანგი უბრუნდება ამ კუთხით? პირადის მიმართულებების თემაში მიჩვენებს, რომ არეული სიტუაციები. პირადის თემები საკმაოდ დაუმძიმდება და თუ იმყოფება ურთიერთობის თემაში, შესაძლებელი არის, რომ პირდაპირ მოხდეს მათი გარღვევის სიტუაცია, ხო, დაშორების პოზიცია. პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ სახლის სიტუაციებში ექნება პრობლემების თემები შექმნილი, როგორც საკუთარ თავთან მიმართებაში, ასევე მისი ოჯახის წევრებზე. ანუ სერიოზული პრობლემები დაემართება მის გარშემო მყოფ წრის მდგომარეობას. ეს შეიძლება იყოს ინტრიგების თემები, შეიძლება იყოს ჭორის თემები, მოტყუების თემები, ფინანსური დანაკარგვის სიტუაცია პირდაპირ მნიშვნელობით. უბრალოდ ეს ყველაფერი იქნება ბალანსირებულ აღდგენილ თემაში. იმიტომ რომ ცეცხლის ტიქით შეიძლება ითქვას დაიფერფლება ეს ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით და მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს სიტუაციურად. ასე რომ კარგი რეალურად ამ ადამიანს აქ რასაც მიჩვენებს მეორე ვარიანტზეც არაფერი არ ემუქრება. ანუ ემუქრება იმ კუთხით, რომ კარგი არაფერი არ დაუბრუნდება, მოდი ესე რა ვთქვათ, ხო? გადავიდეთ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე
რა ბუმერანგი უბრუნდება. პირდაპირ მნიშვნელობით პირველი რაც ამოდის ეს არის გაურკვეველი პოზიციების მდგომარეობა. როდესაც ცხოვრების სეულად ვეღარ იგებს რა მიმართულებით წავიდეს, რა გააკეთოს. თითქოს მისი ნებისმიერი ქმედება რატომღაც არ არის განხორციელებადი, ხელისშემშელი ფაქტორები აქ ნებისმიერ ჩანაფიქრის სიტუაციაში, ხო? აქაც პირველ ვარიანტს ძალიან გავს, მესამე ვარიანტი თითქოს მისი დროც უკვე დათვლილი არის. მასზე გარკვეული სახის ენერგიები უკვე მუშაობენ და გარკვეული სახის ენერგიები უკვე ავტომატურად ჩაერთნენ, რომ ის მართლმსაჯულება აღადგინონ, მოდი ესე ვიტყოდი, რასაც ეს ადამიანი იმსახურებს. სულ რომ არაფერი არ გააკეთოთ კონკრეტულად თქვენ, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით ისეთი მფარველები ყავთ პირდაპირ საგვარეულოში, რომ ავტომატურად აირტყავს იმას, რასაც იმსახურებს. მოდი ესეთი უხეში გამოვლინება, რომ გავაკეთოთ, ხო? კონკრეტულად მაინც რა დაუბრუნდება ამ ადამიანს? საგვარეულო კუთხით შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სახის დაცვების მდგომარეობა, რომ საგვარეულო მფარველობდეს, მაგრამ ამისი გარღვევადობის პოზიცია მაინც იქნება, დიდხანს ვერ გაძლევს ეს ყველაფერი და რა დაუბრუნდება კონკრეტულად რომ მითხრათ? სასჯელი. პირდაპირ ნაკაზანია სასჯელის მდგომარეობა და რა კუთხით იქნება ეს სასჯელის მდგომარეობა? გაურკვევლობები, პირდაპირ ბუმერანგის სიტუაცია, პირდაპირ დაულაგებელი მდგომარეობა. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციურად ეს ადამიანი საკმაოდ, ასე ვთქვათ, არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდება, ხო? ასევე მიჩვენებს, რომ კონკრეტული ადამიანისგან ექნება, მამაკაცისგან ექნება, როგორც ერთგვარი სასჯელის მდგომარეობა, ერთგვარი რაღაც მოტყუების პოზიცია, ფინანსური დანაკარგის სიტუაცია იქნება. ასევე გარკვეული სახის რაღაცა არსებები შეიძლება აიკვრას ამ ადამიანმა. კი. დეპრესიული მდგომარეობა, ფინანსური ხარჯები, დაულაგებლობა და საბოლოოდ მაინც გახდება მარიონეტი იმ სასჯელისა, რომელსაც იმსახურებს. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაციები. შეგიძლიათ პირად კონსულტაციაზე მსგავს თემასთან დაკავშირებით ან ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირებით მომწეროთ. გესურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას ნახვამდის.